მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგეცნობთ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში ქალაქ სტამბოლში ვიზიტით გაემგზავრა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152 ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა. ასევე შალვა პაპუაშვილი სტამბოლში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლო სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე. ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად 9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვროს. დღეს 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებისთვის. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ევროკომისიის მხრიდან საქართველოსადმი ორმაგი სტანდარტების გამოყენება და მძაფრი კრიტიკული დამოკიდებულება ყველასთვის ვალშისაცემია, საქართველოს შეფასებაში მაინც თვალნათლივ ჩანს თუ რამდენად წინ არის საქართველოს სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით. მაკა ბოჭორიშვილი პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში იმყოფება, ის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია საქართველოსთვის მიერ გაგზავნილ შეკითხვებს პასუხობს. ქალბატონო მაკა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჭიხში შეყვანაზე. თქვენ ისევე როგორც ქართული ოცნების მთავრობას მოგეთხოვებათ პასუხი თუ რატომ შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რატომ გამოვიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ასე მიმართა გახარია საქართველოსთვის დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაკა ბოჭორიშვილს, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენდნენ. მისივე თქმით, ქართული ოცნება ანტიდემოკრატიულ ქმედებებს ახორციელებს. დღეს აპირისპირო რეალობა გვაქვს, ქართული ოცნება არათუ არ იცავს საქართველოს კონსტიტუციას, არამედ უხეშად არღვევს მას, როდესაც ახორციელებს ისეთ ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, რომელიც შეუსაბამოა ევროკავშირის მოლოდინებთან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ. სიმართლეა ის, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობისგან უფრო შორს არის, ვიდრე 2023 წელს, როდესაც მან კანდიდატის სტატუსი მიიღო. ეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაվել ჰერჩინსკის სიტყვებია და სამწუხაროდ რთულია არ გაეთანხმო მას, აღნიშნავს გიორგი შარაშიძე. 1.5 მილიონ ლარი გახდება საჯიჯგნი თანხა სხვადასხვა კორუფციული ინტერესისთვის ქართული ოცნების პირობებში მაშინ, როდესაც ისინი აცხადებენ პირდაპირ შესყიდვის პროექტს და ტენდერს. ამის შესახებ ლელო ძლიერის საქართველოს გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვებთან დაკავშირებით განაცხადა. ცნობისთვის, 2026 წლის 31 მაისის პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო 1.549,667 ლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ შესყიდვების სააგენტო ზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა. საკადრო გადაწყვეტილებები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. სპეკულაციებზე განცხადებას ვერ გავაკეთებ. ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც შესაძლოა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. უმრავლესობის დეპუტატი შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძის საქმიანობას დადებითად აფასებს. ცნობისთვის, TV პირველის ინფორმაციით შესაძლოა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ვერსიით ქართული ოცნება გელაძის თავდაცვის სამინისტროში გადაყვანას განიხილავს. თავდაცვის მოქმედ მინისტრ ირაკლი ჩიქოვანსკი დიპლომატიურ მისიაში უშვებენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით შესაძლოა მინისტრად გელა გელაძის მოადგილე რონი მესხი დაინიშნოს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ შეხვედრა გამართა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ოფლაერტთან. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტრო ავრცელებს. უწყების თანახმად შეხვედრის ფარგლებში გელაძემ ადამიანის უფლებათა კომისარს გააცნო დეტალური ინფორმაცია როგორც სამინისტროს საქმიანობისა და პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე, ასევე მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ. მხარეებმა ასევე განიხილეს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული ვითარება. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ასევე მიმოიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპის საბჭოს შორის ამომავლო თანამშრომლობის საკითხები. აღნიშნულია ინფორმაციაში. გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ ორბანს და მის ადმინისტრაციას წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანასთან ძალიან პროდუქტიული ურთიერთობისთვის, თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის. დარწმუნებულები ვართ, ეს ურთიერთობები გაგრძელდება ბატონი მადიარის ხელმძღვანელობით. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან პარტიის ტისა ლიდერ პიტერ მადიარს უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ცნობისთვის, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ტისას პარტიის ლიდერმა პეტერ მადიარმა პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია რუსთავი ორის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოსთან მუშაობას. მისი თქმით, უნგრეთის სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ჩაერევა. ძალიან მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში და მოუთმენლად ველით თქვენთან მუშაობას. ჩვენ არ ჩავერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. ეს ჩვენი სტილი არ არის, განაცხადა მადიარმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმ მტკიცება მოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260, 260 კვარტა და 265 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 18 აპრილიდან გიორგი ლეონიძისა და სულხან საბას ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. მიზეზი სულხან საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაციის დაწყებაა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ხდომაზე აღნიშნა, სამუშაოები 17 აპრილიდან დაიწყება, ხოლო პროექტი 2 ეტაპად განხორციელდება. მისი ინფორმაციით პირველ ეტაპზე სულხან საბასა და ინგოროყას ქუჩებზე ქაოსურად განთავსებული და ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციები მოწესრიგდება, რაც გულისხმობს აღნიშნულ არეალში მიწისქვეშა სისტემების და მიწის ზედა კომუნიკაციების სრულ რეაბილიტაციას. მათგან 8 შენობა სულხან საბას ქუჩაზე, ხოლო დანარჩენი 13 ნაგებობა ინგოროყას ქუჩაზე მდებარეობს. სამშენებლო მოცულობა 45,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რის შედეგადაც საცხოვრებელი პირობები 450-მდე ოჯახს გააუმჯობესდება, აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, დაგეგმილი სამუშაოების გამო 18 აპრილიდან მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის საპილოტო პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოყალიბდება და გაფართოვდება. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის ხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ცვლილებების შედეგად თითოეული მეწარმის დაფინანსების ლიმიტი 20,000 ლარიდან 50,000 ლარამდე გაიზრდება. მისი თქმით, შარშან პროგრამის ფარგლებში 50-მდე მიკრო და მცირე მეწარმე შეირჩა და დაფინანსდა. მისივე განმარტებით აღნიშნული პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან იგი ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ამერიკის შეერთებული შტატები ირანული ნავთობის გაყიდვის მიზნით დაწესებულ საშეღავათო ნებართვას აღარ გაახანგრძლივებს. ინფორმაციას აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი ავრცელებს. მოკლევადიანი ნებართვის ვადა, რომელიც ზღვებში ჩარჩენილი ირანული ნავთობის გაყიდვის უფლებას იძლევა, რამდენიმე დღეში იწურება და იგი აღარ გაახანგრძლივდება. ნათქვამია აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში, რომელმაც ირანული ნავთობის ნაწილზე დაწესებული სანქციები გასულ თვეში მოხსნა და ლიცენზია გამოსცა, რომლითაც ზღვებში მყოფი ტანკერებიდან ირანული ნავთობის გაყიდვა, გადაზიდვა ან გადმოტვირთვა 19 აპრილამდეა შესაძლებელი. ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 40 რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ ტამრაში 1 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ისრაელმა და ლიბანმა ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად დიპლომატიური მოლაპარაკებები გამართეს, რომლის მიზანსაც ისრაელსა და ჰეზბოლას შორის საომარი მოქმედებების დასრულება წარმოადგენს. შეხვედრის შემდეგ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მხარეები პირდაპირ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს რუსეთის პრეზიდენტის მოკითხვა და საუკეთესო სურვილები გადასცა. ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. ასევე ლავროვის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთს ეწვევა. რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა გლობალურ საქმეებში სტაბილიზატორის როლს ასრულებს. ისინი დანარჩენი მსოფლიოსთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდებიან. მსოფლიო უმრავლესობისთვის, რომელსაც არა პრობლემები და ტურბულენტობა, არამედ მდგრადი განვითარებისთვის მშვიდი პირობები სურს, განაცხადა ლავროვმა ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე. ასევე ლავროვის თქმით, ირანის წინააღმდეგ აშშ ისრაელის აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი ისევ და ისევ ნავთობის ბაზრებია. ფიქრობ, უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი საქმეს თავს კარგად გაართმევს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, სადაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უნგრეთში 12 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის მარცხით შეშფოთებული არ არის. ასევე მისი თქმით, უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი მოსწონს. ტრამპმა აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტია პისას ლიდერი პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიის ყოფილი წევრია და მას მიგრაციასთან დაკავშირებით ორბანის მსგავსი შეხედულებები აქვს. ფიქრობ, ახალი პრემიერი საქმეს თავს კარგად გაართმევს, ის კარგი კაცია, განაცხადა ტრამპმა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.